მოგესალმებით ეთერშია სივრცე დიალოგისთვის მე თამთედოლიძე ვარ და დღევანდელ გადაცემაში ვსაუბრობთ სოფლის მეურნეობაში, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს სოფლის მეურნეობაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემაზე და მნიშვნელოვან საკითხზე ეს გახლავთ აზიური ფაროსანა და ამ თემასთან დაკავშირებით დღეს ვსაუბრობთ ბატონ ბიძინა ლომინაძესთან ერთად ის გახლავთ ფაროსანას მართვის ცენტრის გურიის ჯგუფის უფროსი. მოგესალმებით ბატონ ბიძინა, მადლობა რომ დღეს ჩვენთან ერთად ხართ. მოგესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. მადლობა. მოდი რომ დავიწყოთ რახან უკვე შემოდგომა არის რაღაც შეჯამებით რა სამუშაოები ჩატარდა წლის მანძილზე აქტიურ სეზონზე იმ დროს როცა ცხადია თქვენ საჭირო თვლიდი და როცა წარიმართა ეს სამუშაოები. ახ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები უკვე დასკვნით ეტაპზეა. ამ დროისათვის თერმული ნისლითა და ცივი შესხურებით დამუშავებულია მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციული ერთეული. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ მავნებელი მნიშვნელოვნად შემცირებულია. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს წლევანდელი სოფლის მეურნეობის მოსავალი. წელს ძალიან კარგი სიმინდის მოსავალი აქვს ფერმერებს, ასევე თხილის მოსავალი მინიმალური დაზიანებით იყო და ხშირად თხილის დაზიანებას უნდა აღინიშნოს, რომ მიაწერენ ფაროსანას და სინამდვილეში ეს გამომდინარეობს ბევრი სოკოვანი დაავადებები აქვს თხილს რა. აი სწორედ ეს მინდა და მეკითხა, არაერთ ადამიანს აღონიშნავს, ანუ დღესაც ამბობენ ადამიანები, რომლებიც სოფლებში ცხოვრობენ, რომ თხილი გაუფუჭდათ, იმიტომ რომ დაუზიანა ფაროსანამ და ეს არ არის სიმართლე, ეს ანახევრად სიმართლეა თუ ან როგორ არის რომ უთხრათ მაყურებელს. მოკლედ ფაროსანაც აზიანებს რა თქმა უნდა ცოტათი, მაგრამ ბევრი სოკოვანი დაავადებებია უკვე თხილში რა და მაგიტომ ეხა ფაროსანა ჩანს და იმას ვერ აქცევენ იმდენად ყურადღებას, რომ წამლობა ჭირდება ამ თხილს იმ სოკოვან დაავადებებზე, ნაცარია და სიდამპლეა და ამ ყველაფერს თავისთავად წამლობა ჭირდება და ეხა ფაროსანას რომ ხედავენ, ძირითადად ამას აბრალებენ და სინამდვილეში არ არის ყველაფერი მხოლოდ ფაროსანას ბრალი არ არის. წელს მით უმეტეს არ იყო რა ფაროსანას დაზიანებული თხილი ძალიან ნაკლებად იყო წელს. გასაგებია, თქვენ ახსენეთ რომ შემცირდაო ფაროსანა წინა წლებთან შედარებით. თუმცა განსაკუთრებით ამ სეზონზე, მაგალითად სექტემბერში მოსახლეობა ამბობს, რომ აი ძალიან ბევრია რაოდენობრივად ფაროსანა. თქვენ ამბობთ რომ შემცირდა და ანუ ეხლა უკვე მოზამთრე ფაზაა, აცივდა და უკვე ფაროსანა გადადის სახლებში და შენობებში და ამას ხედავს მოსახლეობა უფრო ვიზუალურად ჩანს და ამ დრომდე ბუნებაში არ ჩანდა იმდენად რა ბუნებაში რომ იყო იმდენად არ ჩანდა და ეხლა უკვე ჩანს სახლებში რომ შემოდიან ჩანს და ამასთან დაკავშირებით მინდა მოსახლეობას უთხრა რომ მათი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია რომ მექანიკურად გაანადგურონ როგორც მოეხერხებათ ესე. ამასთან დაკავშირებით მინდა უთხრა მაყურებელს რომ ფაროსანასთან ბრძოლის მექანიკურ საშუალებებთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს სპეციალური ვიდეორგოლი, სადაც განმარტებულია ვიზუალურადაც მათ შორის როგორ უნდა იბრძოლოთ ფაროსანას სახლის პირობებში, უსაფრთხოდ ცხადია თქვენთვის, ვნახოთ ეს ვიდეორგოლი და მერე გავაგრძელოთ საუბარი. შენ შეხვდა სახლში ეს უსიამოვნო სტუმარი. ნუ ღელა, გასწავლე მარტივ მეთოდებს როგორ ებრძოლო აზიურ ფაროსანას სახლის პირობებში. შემოდგომაზე, როცა მწერი გამოსაზამთრებლად ემზადება და თავშესაფარს ჩვენ საცხოვრებლებსა და დახურულ შენობებში ეძებს, შეგვიძლია გამოვიყენოთ მისი განადგურების მექანიკური გზები. ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალება ფაროსანასთვის გამოსაზამთრებლად თავშესაფრის მომზადებაა. ვიღებთ ყუთს, სხვადასხვა ადგილას ვხვრეთ, შემდეგ მაშინ მჭიდროდ ვათავსებთ მაგალითად კვერცხის ჩასაწყობ მუყაოს ფირფიტებს ან მსგავს მასალას და ვდგამთ სახლთან ახლოს. ზამთარში ფაროსანა სწორედ ამგვარ თავშესაფარს ეძებს და იმალება. არასასურველი სტუმრების მოსვლის შემდეგ ყუთი უნდა გავანადგუროთ. მავნებლის წინააღმდეგ ასევე კარგად მუშაობს მტვერსასრუტი. ამ შემთხვევაში შენი დავალება მხოლოდ მათი შეგროვება და განადგურება. კიდევ ერთი მარტივი გზა ფაროსანას სანათით მოზიდვაა. ანთებ შუქს ახლოს კი უდგამ ჯამს, რომელშიც ჯერ ფოლგას ჩააფენ, შემდეგ კი საპნიან წყალს ჩაასხა. შუქზე მოსული მავნებლები წყალში ვარდებიან და იხოცებიან. თუ ბაღი გაქვს, გამოგადგება შემდეგი პრინციპი. მოიზიდე და გაანადგურე. პირველ რიგში ბაღის კიდეზე უნდა მოვაწყოთ ბადე, რომელსაც სპეციალისტების მიერ რეკომენდებული შესაბამისი პესტიციდით შევწამლავთ.
ბადის კიდეზე ვამაგრებთ ფერომონს, რომლის სულზეც მავნებელი მოდის. ბადეს ეხება და კვდება. გახსოვდეს, ერთი ფაროსანას განადგურება მომდევნო სეზონისთვის 20,000 ახალი მავნებლის მოსპობას ნიშნავს. ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას. უკვე ნახეთ ვიდეო რგოლი, ვიზუალურად ცხადია, თუმცა მაინც კიდევ ერთხელ რომ პოპულარული ენით რაღაცნაირად ავუხსნათ ჩვენს მაყურებელს, რომელია ის გზა და მეთოდები, რომლის საშუალებითაც ვებრძვით ფაროსანას სახლის პირობებში, ოღონდ ეს არ ხდება რაიმე კონკრეტული წამლებით, რაც შეიძლება დამაზიანებელი იყოს ჩვენთვის ადამიანებისთვის. კი, ეხლა ამ ეტაპისთვის ყველაზე ხელსაყრელია და რომელსაც ყველა შეძლებს, უბრალო მეთოდია, უყავს ყუთი რომ აიღონ და ამოჭრან გვერდიდან და შიგნით რამე ქსოვილი ჩადვან, რომელიც უკვე გამოუსადეგარია და სადმე სხვენში რომ დადოს, იქ მოიყრის ყველა სითბოს ეძებს გამოსაზამთრებლად, ასეთი ინსტინქტი აქვს ფაროსანას და ყველა მოიყრის იქ თავს და შემდეგ გამარტებაზე, ადრე გაზაფხულზე შეუძლია გამოვიტანოს და დაწვავს რა. ეს რაღაცა სწრაფი მეთოდი რომ რაღაცნაირად ვამზადებთ ამ ყუთს, ვდებთ და ამას რაღაცა შრომა სჭირდება მალევე და ასე შემდეგ არ არის. ანუ ამას ვდებთ და მე შეიძლება ეს შედეგი მივიღოთ გაზაფხულისკენ. ძირითადად ახლა სახლში უფრო სხვენში შედის, უფრო მაგ ნახულობს შესასვლელებს, ახლა დაკეტილია, მოიხსენებათ უკვე აცივდა კარი ფანჯარა, მაგ უკვე ვეღარ შედის იმდენად და შედის უფრო სხვენში. და მაგ თუ დადებ მაგ ყუთს და ამზადებ, უბრალო მარტივი მეთოდია და სითბოს ეძებს. და შევაყოლა მაგ ყუთში, რაც კი ფაროსანა მოხდება. შეიძლება ეს ერთობლივად გავანადგუროთ შემდეგ უკვე გაზაფხულზე. კი, ძალიან ადვილი მეთოდი და შედეგიანი მეთოდია მაგი. მოსახლეობის დამოკიდებულება ისე როგორი არის ზოგადად, ანუ თქვენ ხო აი მუშაობთ წლებია უკვე ამ სფეროში და ამ მიმართულებით და ნელ-ნელა წლიდან წლამდე რაღაცნაირად აითვის ეს ადამიანებმა, რაღაცნაირად გეთანამშრომლებიან, რაღაცებს უკეთ იგებენ მავნებელთან ბრძოლასთან დაკავშირებით თუ ნაკლებად? კი, არის ახლა მოსახლეობის ჩართულობაც არის, მაგალითად ახლა წინაწამლობაზე ბაღში ვიყავით და ერთმა პიროვნებამ ძალიან მოითხოვა რომ მინდაო კარებსო, ფანჯრებსო ვაღებო მთლიანად მთელ სახლსო და ისე დამიფუტეთო რა, ყვამლი და გავუშვითო ჩემ სახლთანო. და არის რა მასე მოსახლეობის ჩართულობა არის ხომ. აი რახან ახსენეთ ეს ქვაღებული კარები და აი ეს ყვამლი. ესეთი ქიმიური საშუალებებით რო ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს, მაინდა-მაინც მიზანშეწონილი არ არის ფაროსანასთან ბრძოლა სახლის პირობებში, ხო? იმიტომ შეიძლება დამაზიანებელი აღმოჩნდეს ადამიანისთვის. კი, ეხლა ქიმიურით იქ თუ ცხოვრობ და ღამეს ათევ არ არის მიზანშეწონილი და მისე მექანიკური უფრო ადვილია რა, როცა სახლშია შემოსული ფაროსანა ძალიან ადვილი გასანადგურებელი და დასაჭერია. უკვე გაქცევაზე და გაფრენაზე აღარ ფიქრობს, თავშესაფარს ეძებს და ძირითადად ფანჯრებზეა და ადვილი დასაჭერია რა. გამარტებაზეც მასე ხდება, როცა გამოთბება უფრო ფანჯრებთან მიდის სინათლეს სადაც ხედავს. და შეგიძლია ცოცხლით ჩამოხვეტო და უბრალოდ გაანადგურო რა, ძალიან იგი არა რთული დასაჭერი, როცა სახლშია. კი ბატონო. და რახან უკვე შემოდგომა და უკვე გვიანი შემოდგომაც იქნება თანდათან ციტრუსთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ რამდენად რეალურია ის მოსაზრება რომ ციტრუსაც აზიანებს სხვა რაღაცებთან ერთად მათ შორის ფაროსანა. კი, ციტრუსი ახლა უკვე შემოდგომის დროს ძირითადად მოლეულია ბევრი ხილი და ახლა ციტრუსი რჩება და ამ შემთხვევაში ჩვენ ყურადღება გამახვილებული გვაქვს იმ სოფლებზე, რომ სადაც ციტრუსია ბევრი რა, მაქეთ მავშვებით უფრო გადავდივართ, ხო, ღონისძიებები უფრო მაგ სოფლებში, მაგალითად ნატანების შრომა გურიაში ძალიან ითხოვენ და წამლით რა მაგ იმას ტერიტორიებს გვიან შემოდგომამდე იწამლება ძირითადად ციტრუსებზეა გამახვილებული ყურადღება. მოსახლეობის შიშების ცხადია მესმის რომ სწორად იქცევით, ანუ რეაგირებთ მათ მოთხოვნაზე, თუმცა რეალურად მართლა აზიანებს, ანუ ამ პერიოდში ხომ არა აქვს დაუშვათ კვება დამთავრებული ფაროსანას და უკვე სახლისკენ არის დაძრული და
მაინც აზიანებს ამ არა, ეხლა უკვე დაძრულია სახლისკენ და ძირითადად რომ ტემპერატურაზეა დამოკიდებული, ამინდზეა დამოკიდებული ფაროსანას აქტივობა. ეხლა ცოტა აცივდა და უფრო სახლებისკენ წამოვიდა. თუ დათბა შეიძლება შემოტრიალდეს ის. არა, თუ უკვე შევიდა სახლში, ხო, უკან აღარ გამოვა, მაგი უკვე იქ დაიბუდებს და აღარ გამოვა. გაზაფხულამდე აღარ გამოვა, უკვე სახლში შესული რომ არის უკვე. გასაგებია. კი ბატონო და ალბათ მომავალ წელსაც გაგრძელდება ტრადიციული. რა თქმა უნდა, მომავალ წელსაც გაგრძელდება. ძალიან დიდი მადლობა რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იყავით. წარმატებებს გისურვებთ ამ საქმეში, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანში. და მაყურებელს შევახსენებ რომ დღეს ვსაუბრობდით ბატონ ბიძინელომინაძესთან ერთად, ის გახლავთ სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანას მართვის ცენტრის გურიის ჯგუფის უფროსი, მე კი მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.